რომ ჩვენ ისევ ერთად ვართ და ვართ ღმერთის სახლში. ეკლესია ქრისტეს სხეულია, ის არის მღვდელმთავარი ყოველი ეკლესიის და ჩვენ ვართ ამ პატივში ძვირფასებო რომ ვიყოთ ცოცხალი ასოები, ცოცხალი აგურები, ცოცხალი ქვები და შემადგენელი მისი კეთილი სრულყოფილი და სასურველი ნების. და უფლის კურთხევები იყოს თქვენზე და მთელ თქვენ სახლზე. ჰალელუია! ჩვენ ქადაგებების სერია გავიარეთ ძვირფასებო, ვილაპარაკეთ და შევეხეთ ადამიანის სულს, სამშვენველს, სხეულს. შევეცადეთ რომ გაურკვეულიყავით ადამიანის ხუთივე გზნობაზე, ფიქრებზე და გონებაზე და ასევე სინდის შევეხეთ, ანუ გულს, სადაც უფალს სურს რომ დასახლდეს და მართოს იმისი ცხოვრება, ვინც ენდობა მას. მას სურს რომ დაგეხმაროს, დაგიცვას, იხსნას და გიწინამწყოს. გულის კარებთან ასევე ეშმაკია ჩასაფრებული, რომელიც ეცდება გადაგახვევინოს, გზას აგაშოროს და შემოგთავაზოს ალტერნატიული ვარიანტები. ის ცდილობს, რომ მიმზიდველი გახადოს შენთვის, სასიამოვნო გახადოს, მისაგები გახადოს, გემრიელი და მოსაწონი. ეს დროებითობა, რომელშიც ვართ ძვირფასებო, რომელსაც ჩვენს ენაზე გენიალურად წუთისოფელი ჰქვია. და ეს იგივე ბრძოლა გრძელდება შენს გონებაში, რომელიც დასაბამიდანვე დაიწყო ედემის ბაღში. როგორც იქ დაიწყო ბრძოლა ადამიანის სამშვენველში, იმიტომ რომ გონება არის საბრძოლო, ესე ვთქვათ, პლაცდარმი და მოედანი, დღესაც ის აგრძელებს სწორედ ამ გონებაში მიაღწიოს გამარჯვებას, ამ ბრძოლის. რა იყო ძვირფასებო მთავარი შემოთავაზება, რაც მოეწონა და რაც მოაწონა პირველ ადამიანს? ხე შემეცნების. თქვი შემეცნების ხე? ანუ ნახეთ, შემეცნება გექნებაო, ცოდნა გექნებაო. გესმის? უფრო მეტი გეცოდინებაო. შენი გული ღმერთის გულის სადარი გახდებაო, შენი გონება ღმერთის გონებისო. ანუ უფრო მცოდნე იქნებიო, რამაც დაგუპა პირველი ადამიანი და დღესაც აი ამ ცოდნის მიღწევის გამო იღუპება ძვირფასებო ერი, რომ უფრო მეტი იცოდეს, მე მეტი ვიცი. სწავლობენ რომ მოახდინონ ცოდნის დემონსტრირება, მაშინ როდესაც იმისთვის უნდა გააკეთონ ეს, რომ უფალს გამოადგენ და გამოიყენოს უფალმა მათი ცოდნა. შემეცნების ხე დღესაც არის ჩვენს ირგვლივ. და უფალი ამბობს, ხო, ყველა ნუ გახდებითო მასწავლებელი. ჩვენ ვართ არჩევნის წინაშე, რის გამოც აუცილებლად პასუხს ვაგებთ. გვიწევს პასუხისგება და საბოლოოდ მოგვიწევს პასუხისგება და ანგარიშის ჩაბარება უფლისადმი. იმიტომ რომ ღმერთმა ბრძანა, არ ეთაყვანო ქმნილებას. არაფერს შექმნილია. ღმერთის დიება გაცვალა ეთიაში. გაცვალა სიცოცხლეში და სიყვარულში. ოფსიკოლოგიაში. ესმე მთლიანად გაიცვალა. რაში ცვლის ადამიანი ამ ყველაფერს? მოდით ნახოთ, მე მინდა ილუსტრაციით დავიწყო. ბრმას ბრმის ტარება არ შეუძლია, ამიტომ რომ ყველა ორმოში ჩაცვივდებაო. დღეს მიყვებიან ბრმას და თვითონაც იბრმავებენ თავს. ეშმაკი მოქმედებს მზაკრულად დაფარულში.
კონსპირაციულად. იცით ალბათ ხო, აკულტიზმი ფარულს, საიფულოს ნიშნავს. დაფარულს, დამალულს. ვიფასებო, როდესაც ელვა ველოდებით ბრუხუნს, ჭექაქუხილს. გველი არ მოსულა ბრუხუნით. ედემის ბაღში. დღესაც ეშმაკი ესეთი ხმაურით, ბრახაბრუხით არ მოდის, ის მოსრიალებს ჩუმად მოდის. დაფარულში. გესმით, რომ რაღაც მოგაწონოს და საბოლოო ჟამში გაცდუნოს, რათა აგაცდინოს გზას. როგორც კი შეცდნენ, დაიწყეს დამალვა. ამოეფარეს რაღაცას. გესმით, იცით, ჟრიამულია სახლში და უცებ წყნარდება ყველაფერი. და შენ წამსვე ხდები, რომ იმიტომ დაწყნარდნენ ბავშვები, რომ რაღაცის გაკეთება დააპირეს ჩუმად, რადგანაც ნებართვა არ აქვთ ამისთვის მიცემული, აკრძალული აქვთ და იმალებიან, რომ არ დაინახონ. ეგრეა ძვირფასებო. იცი ჟრიამული უფრო თავისუფლებას გაძლევს, რომ ყველაფერი კარგად არის, როგორც კი დაწყნარდება ბავშვებში ყველაფერი შენ ყურადღებას აქცევ, იმიტომ რომ ესე იგი რაღაცის გაფუჭება გადაწყვიტეს. იმიტომ რომ არ შეუძლიათ გაკეთება რამეს, ბავშვი აფუჭებს ყოველთვის ყველაფერს. და ამიტომაც დაიმალნენ. რატომ უთხრა ღმერთმა, სათხარ ადამ? რატო იმალებოდნენ? იმიტომ რომ აკრძალული გააკეთეს. გესმით ძვირფასებო? რატომ იმალება დღეს ქრისტიანი? აკეთებს იმას, რისიც არ აქვს მიცემული, რისი ნებართვაც. გებულობთ? არ იმალება ადამიანი თუ ჩვეულებრივ რაღაცას აკეთებს, რაც ნებადართულია. როდესაც პატარა ვიყავი და მეუბნებოდნენ არ მოწიო, ესე ღია კი არ ემაშვებოდი, ვაფუტებდი, ვიმალებოდი. იმიტომ აკრძალული იყო. გესმით ძვირფასებო? ნუ რა თქმა უნდა, წლებია აღარ ვეწევი. როდესაც ეუბნება მშობელი რაღაცის გაკეთებას ან არ გაკეთებას, მხოლოდ იმ შემთხვევაში იმალება, რისი გაკეთების ნებართვაც არ აქვს. თუ ეთქვი მშობელი ისწავლე, ის არ დაიმალება. პირიქით აჩვენებს, რომ ნახე როგორ სწავლობ და გიჯერებ. ეგრეა? ნახე როგორ კარგად ვიქცევი. ჰალელუია. დამალვა გიხსნის ცოდვისგან. ვინმეს იხსნის დამალვა ცოდვებისგან. ვის ემალებოდნენ? ეშმაკს? შემეცნების ხეს? ნაყოფს, რომელიც შეჭამეს? ღმერთს ემალებოდნენ ძვირფასებო. იმიტომ რომ ეგონათ, რომ ღმერთს გამოაპარებდნენ დანაშაულს. გესმით? მაგრამ ღმერთი ყოვლის შემძლე და ყოვლის მკრობელი ხედავს ყველაფერს განსხვავებით კერპებისა. მოდით ნახოთ ფსალმუნის 114 თავი ძვირფასებო. რა წერია კერპებზე? რომ პირი აქვს და ვერ ლაპარაკობენ, ნებისმიერ კერპს, ქანდაკს, ხატს, ვისაც აღმერთებს, ან სხვა ქმნილებას, რაც დაფრინავს, რაც ქვემძრომობს, დაცურავს, ხმელეთზეა. ამიტომ რომ უფალი ამბობს, გამოსულელდა ხალხი, ჭკვიანებად მოაქვთ თავი, გამოსულელდნენ და ქეციდრეკენ, მის წინაშე და ეთაყვანებიანო. და უფალი ჩვეულებრივად გვეუბნება, რომ მათ პირი აქვთ, მაგრამ ვერ ლაპარაკობენ, თვალები აქვთ და ვერ ხედავენ, ყურები აქვთ და არ ესმით, ცხვირი აქვთ და ვერ იყნოსავენ, ხელები აქვთ და ვერაფერს ეხებიან, ფეხები აქვთ და ვერ დადიან, ხმას ვერ გამოსცემენ თავიანთი ხორხიდან. განსხვავებით ღმერთისა ძვირფასებო. გესმით? იმიტომ რომ სწორედ ამის თაობაზე მინდა ვილაპარაკო დღეს. ვერ გიხსნის კერპი, ვერ გადაგარჩენს, ვერ გიშველის, ვერ გაკურნავს, ვერ გაგანთავისუფლებს,
პირიქით რისთვის მოვიდაო იესომ ეშმაკი მოკკლას მოგსპოს გაგანადგუროს დღეს მინდა ვილაპარაკო ძვირფასებო ღმერთზე რომელიც ხედავს დღეს მინდა ვილაპარაკო ღმერთზე რომელსაც ესმის დღეს მინდა ვილაპარაკო ღმერთზე რომელიც გელაპარაკება რომელიც ზრუნავს შენთვის რომელიც გიცავს და მფარველობს რომელიც გაკურთხებს და წინ მიგიძღვის ამენ და რომელიც გაძლევს სიხარულს და სიმშვიდეს რა თქმა უნდა ჩვენ არ შევეცდებით ეხლა შევადაროთ კერპი და ღმერთი ემეთე რომ დასაწყისშივე უფალმა გააფრთხილა ხალხი რომ არ გაიკეთო კერპი არ ეთაყვანო არაფერს არავის არასდროს ემეთე რომ კერპთაყვანის მცემლობა ისჯება ძვირფასებო ამენ მაგრამ მინდა დავიწყო ლაპარაკი ჩვენს ყოვლისშემძლე ღმერთზე რომელსაც თვალი აქვს და ხედავს ამენ რომელსაც ესმის შენი სწორი საუბარი და არასწორიც ჰალელუია და ყველაფერს გძნობს რომელიც კურნავს და გაცოცხლებს რაც ბიბლიაში მაგალითებია ძვირფასებო არის ჩვენ სასწავლებლად ყველაფერი და იცით ალბათ ხო ბიბლიაში არის ძალიან გასაოცარი ისტორიებიც ამაზრზენიც მიუღებელი შეიძლება მაგრამ არის ბიბლიაში და არის იმიტომ რომ ჩვენ ვისწავლოთ მათგან ჰალელუია ყოველი მაგალითისთვის არის მოცემული გიყვარს სწავლა ვინ არის აქ ქრისტეს მოსწავლე დღეს მოსწავლე ნიშნავს რომ უნდა სწავლობდეს მოსწავლე ნიშნავს რომ უნდა იწერდეს მოსწავლე ნიშნავს რომ უნდა აფიქსირებდეს იმიტომ რომ მოუწევს გამოცდის ჩაბარება რომაელების მე-15 თავში პავლე მოციქული გვეუბნება მეგობრებო რომ ყოველივე რაც წინათ დაიწერა ჩვენს სასწავლებლად დაიწერა რათა მოთმინებით და წერილთა ნუგეშით გქონდეს იმედი ყველაფერი რაც არის დაწერილი იმისთვის რომ შენ ისწავლო მათ მაგალითზე როგორც უარყოფითზე ესე დადებითზე როგორც ძალიან ცუდზე და საზღარზე ესეც ძალიან კარგზე და სასიამოვნოზე გესმით ყველაფერი არის იმისთვის მოცემული რომ შენ აღარ გაიმეორო რაც არასწორია და რა თქმა უნდა გაიმეორო რაც სწორია ამენ ხარ მოსწავლე ჰალელუია იესოა მასწავლებელი ამენ შენ არა ხარ მასწავლებელი შენ ხარ მოსწავლე ამენ იესო მოსწავლე არ არის და ნუასწავლე მისგან ისწავლე რომ მიიღო ყველაფერი რაც აქვს ღმერთს შენთვის ბიბლიური პერსონაჟების ცხოვრება თუ გახდება შენთვის სანიმუშო შესაგონებლად და პავლე მოციქული კორინთელებში სწორად ამას ამბობს ეს სანიმუშოდ მოხდაო ჩვენს გასაზრდელად მაშინ აღარ დაემალები ღმერთს თუ იქნება ნიმუში შენთვის ყოველდღიური მაშინ არასოდეს აღარ დაემალები ღმერთს იმ იმედით რომ ის ვერ შეგნიშნავს ან ვერ დაგინახებს ვერ გაიგონებს ვერ მიხვდება ძვირფასებო ვიდრე ღია იყო კიდობნის კარები რატო ემალებოდა ეს ხალხი ღმერთს ნოეს რატო ემალებოდა და პირიქით შეტევაზე გადადიოდა კონტრკითხვებს უსვამდა ნაცვლად იმისა რომ ეთხოვათ მისთვის რომ მოგვეხმარე რომ ჩვენს გადავრჩეთ და მთელი ჩვენი სახლი რატომ ემალებოდნენ ღმერთს და რატომ მერე უკვე როდესაც დაიკეტა კარები აღარ დაემალნენ გესმით შეძლებ ბოლომდე დამალვას უთხარი შენს გვერდით ვინც არის შეძლებ ბოლომდე დაემალო ღმერთს რატომ უწევს იესოს შენი გულის კარებზე კაკუნი
რატომ უნდა გიკაკუნოს იესომ შენი გულის კარებთან დგომმა? რატომ ყოველთვის არ უნდა იყოს მისთვის ღია გულის კარები და სხვისთვის დაკეტილი? ემეთ რომ ემალები არ გცალია ყოველთვის. გესმის? და მინდა რომ დაიწყო ამაზე ფიქრი და ფიქრი ძალიან სერიოზულად. ყველაზე მთავარი რისთვის იმალებიან ძვირფასებო იცით? დანაშაულს მალავენ. ცოდვას ფარავენ. ნოხის ქვეშ ყრიან ნაგავს. არ ჩანს და გონია რომ ღმერთიც ვერ დაინახავს, მაგრამ ჩვენ ყავს ღმერთი რომელიც ხედავს. ამენ. ფსალმურის 69-ს მეხუთე მუხლი. ღმერთო, შენ იცი ჩემი უგუნურება და ჩემი დანაშაული დაფარული არ არის შენგან. კარგია თუ მიხვდები ამას. ამენ. ძალიან კარგია თუ გაიგებ ამას, რომ დამალვა ძვირფასებო უგუნურებაა და სიბრიყვე. ამენ. ღმერთი უპირველესი რასაც ელოდება ჩვენსგან და პირველი რეაქცია რაც უნდა იყოს, მონანიება რომ აღარ გაიმეორო. და არა მონანიება რომ ისევ მოინანიო და ისევ მოინანიო და აი ამ ციკლშია ძალიან ბევრი ესე ვთქვათ ქრისტიანი დღეს. ხო ხო თქვი კაცო ვინანიებ და არანაირი ცვლილება. ცეცხლს ეთამაშებია. რას მალავს ქრისტიანი? ეშმაკის ნებას, ადამიანის ნებას, ხალხის ნებას ვიფასო. ამენ. საკუთარ ნებას არასოდეს არ დამალავს ქრისტიანი ღმერთის ნებას. ადამიანი ეცდება რომ თავისი ბოროტება დამალოს, სიკეთე პირიქით წარმოაჩინოს. შეიძლება ხუმრობთ ხოლმე ხო? თუ რაღაცას აკეთებ, ჩაახველებ რომ დაგინახო, შეგნიშნო. მაგრამ რატო არ ახველებ, როდესაც არასწორად იქცევი? მაშინ გინდა რომ არ დაგინახო. რატო არის რომ მშობელი ეუბნება შვილს, გათიშე ტელევიზორი, გამოდი ამ ქსელებიდან. და უცებ რომ გავდივარ ხოლმე, როგორ მალავენ ტელეფონს. აი თითქოს ხელში არა უღიათ 3 დღეა, არც იციან სად არის. არადა რომ შეეხო ტელეფონს. შეიძლება კვერცხი შეწვა ცხელია. რატო მალავ? თუ სწორად იქცევი. იგავის 15-ის მესამე. ყველგანაა უფლის თვალები, ხედავს ბოროტთა და კეთილთ. ჩემო ძვირფასებო, ღმერთის შვილებო და ქრისტეს მოსწავლეებო. სწორად მოგმართავთ? ჰალელუია. გიხარიათ? როდესაც შენ ბოროტს საკეთებ, იმასაც ხედავს უფალი. ამენ? დაინტერესებულია? არა, ეზიზღება. და უნდა რომ შენაც შეგეზიზღოს ეს ყველაფერი. შენ გინდა რომ ღმერთმა დაინახოს მხოლოდ სიკეთე, რასაც აკეთებ, მაგრამ უფლის თვალები ყველგანაა და ბოროტსაც ხედავს და ბოროტ მოქმედებასაც. ის ბოროტს ხედავს და არასწორ საქმეებსაც, ბოროტ საქმეებსაც. ადამიანი ეცდება მიჩქმალოს თავისი არასწორი საქციელი და კარგი წარმოაჩინოს. მაგრამ ღმერთი ორივეს ხედავს და ფრთხილად უნდა იყო. ღმერთს რო არ ესმოდეს და ვერ ხედავდეს, მაშინ არ გექნებოდა სინდისის ქენჯნა. რატო გაქვს სინდისის ქენჯნა? ესე იგი ღმერთი ხედავს, ის არის, მას ესმის, ის გრძნობს. ამენ? გაქვს სინდისის ქენჯნა. ჰალელუია. ეს არის კონტაქტი ღმერთთან, უხილავი ღმერთის კონტაქტი შენთან და მადლობა ამ პრივილეგიისთვის. შეგეწინააღმდეგებიან რომ ყველაფერი მიატოვო და გაყვე იესოს. შინაურიაო კაცის მტერი ღმერთი გვაფრთხილებს, მაგრამ მისი წმინდა სული მოგეხმარება.
ეშმაკი მაშინ იღვიძებს და აფრდება, გააფრთრებული, გინახიათ? ხეცი. როდესაც შენ მისი დაქვემდებარებიდან გამოდიხარ და შედიხარ ღმერთის საზღვრებში. ის ყველაფერს გააკეთებს, ყველაფერს აამოქმედებს. ჩაგისაფრდება, რომ ოღონდ მომენტი დაიჭიროს. ნუ გგონია, რომ შენ უკვე გაიმარჯვე. ქრისტიანობა ბრძოლაა. ბოლომდე და მოთმინება. ამენ. მაგრამ წმინდა სული მოგეხმარება, როგორც თქვი. უფალი ამბობს, თუ შენ მის გზაზე მყოფს, ვინმე შეგეხება. ეს იგივეა, რომ თავად ღმერთის თვალის გუგას შეეხოს. ისე თვალს აქვს ესეთ საოცარი თვისება ძვირფასება, როგორც კი რაღაც საფრთხე უახლოვდება მას, იმ წუთში იხუჭება. ესეთი ფარია შენი თვალები, შენი თვალის გუგისთვის. და ღმერთიც ამას ამბობს, ვინც შენ გეხება, თუ შენ ჩემი გახდი. ესე იგი, ჩემს თვალს ეხება. და აბა ბავშვებში თამაშობდით ბავშვობაში ხოლმე, ხო, თვალი თითები რომ მიქონდა თვალებთან. და ბიჭო, რას მეხერდი და რა გახსოვთ? აბა მიდი და უფალს შეეხე თვალზე. შეგრჩება კი საერთოდ არ მხოლოდ თითი. და ესე არის უფალი. თუ შენ მისი ხარ და ვინმე შეგეხება, ღმერთთან ექნება საქმე. ამენ. რა მაგარი ღმერთი გვყავს ძვირფასებო. უფალი სულია და არავის არ უნახავს ის. არიან ისეთი, ესე ვთქვათ, ქრისტიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ღმერთი უნახეო. ეგრევე მოშორდი ესეც. არასწორი ღმერთი ნახეს მაშინ, იმიტომ რომ უფალი თავად ამბობს, რომ არავის არ უხილავსო. ამიტომ მასთან კომუნიკაცია ხდება ძვირფასებო რწმენის მეშვეობით. ამიტომ უნდა მოინანიო. რასაც ელოდება უფალი. მოდით ნახოთ ძალიან ცნობილი მუხლები ძვირფასებო ნეშტას წიგნიდან. მე7 თავის მე14 მე16. მეორე ნეშტთა. და ჩემი ხალხი, რომელიც ჩემი სახელით იწოდება, ქეთს მოიდრეკს, ილოცებს, ჩემს სახეს მოძებნის და შემოbrunდება თავისი ბოროტი გზიდან, მაშინ მოусმენ ზეციდან, ცოდვას მიუტევებ და განკურნავ მათ მიწას. თვალი გახელილი მექნება და ყურადღებით მოусმენ ამ ადგილზე აღმლენილ ლოცვას. ახლა ავირჩიე და გამწმინდე ეს სახლი ჩემი სახელის სამარადისო სამკვიდრებლად. გამუდმებით იგი იქნება ჩემი თვალი და გული. იხარია, რომ შენ ვისაც ემსახურები და ეთაყვანები ცოცხალია. ამენ. ნახეთ, სახეს ვინც მოძებნისო, ღმერთს სახე აქვს. ჩვენ რწმენით უნდა ვეკონტაქტოთ ამ მუხლებს ძვირფასებო. ამენ. ის არ არის ესეთი სურათებში რო არის ჭაღარა ბაბუა. არ ვიცი, მალე ალბათ ხელჯოხსაც მისცემენ. ბერია უკვე, პენსიონერი. ესეთი არ არის ღმერთი, მაგრამ ის ამბობს, ჩემი სახის მოძებნა, მოусმენო, ესე იგი ესმის მის ყურს. ამენ. მიტევება შეუძლია. ის არ არის დესპოტი. გაგკურნავს, ექიმია. უძლიერესი სპეციალისტი, თვალიო მექნება გახელილი და ყურადღებით მოусმენ. გულიც აქვს უფალს. ამენ. უფალი არ არის უგულო. ღმერთი თუ არის, რატო ხდება ესეთი რაღაცები? ადამიანის ცოდვის გამო ხდება ყველაფერი. ჰალელუია. ამიტომ ძვირფასებო მივაქციოთ ყურადღება. ნახეთ, ერთმა წმინდა ბერმა რა თქვა. ერთმა ბერმა თქვაო, რომ რა საოცარი საქმეა, ჩვენო ისევ ლოცულობთ, რომ ღმერთს ესმის და ხედავს ჩვენი სიტყვები, ხოლო როდესაც ვწოდავთ, ისე ვიქცევით თითქოს, ის ვეღარ ვხედავს. გესმენს? რომ ლოცულობ გინდა გააგონო ღმერთს, ხო? მაგრამ შენი საქციელი როგორ იქცევი? აღარ დარჩა გასაბურღი ადგილი შენ სინდისში, აღარ ქენჯნის სინდისი. შენი სიტყვები და შენი საქციელი არის ახლო ერთმანეთთან.
როცა ლოცულობ, არის ღმერთი, კაცო, ელაპარაკები მას, მაგრამ როცა იქცევი, აღარ არის, დაიმალა, შვებულებაშია, ზინავს, კამანდიროვკაშია წასული მივლინებაში. სად არის? მაშინაც და ყოველთვის ღმერთი ხედავს, ესმის, გრძნობს. ამენ. ყოველთვის, თქვი ყოველთვის. ილოცე რწმენით და გახდი არა მხოლოდ მომსმენი და მათყუ არამედ შემსრულებელი. ძვირფასებო, ნახეთ, ერთ საინტერესო ისტორია მინდა გაგახსენოთ. ა ブラ ამმა დაუჯერა თავის ცოლს, როგორც ადამმა და შეცდომა დაუშვა. და ალბათ გახსოვთ, ხო? ისმაელი დაიბადა. და შემდეგ უკვე ჩაგვრა დაუწყო აგარს, სარამ. და ეს ორსული აგარი. რა კარგად არის ქართულში, გენიალურია რა, ორი სულია ადამიანში, ერთი მისი და ერთი პატარის. ადრე ამბობდნენ, რომ დაუბადებელი ბავშვი არაფერი არ არისო და ნებას რთავდნენ აბორტზე. ერთ-ერთი პირველი, ვინც ეს დეკრეტი გამოცდა, როგორც ამბობდნენ, ლენინი ყოფილა. მაგრამ როგორც კი ისახება, ეგრევე სულია და ქმნილება ღმერთის. და ნახეთ, ჩაგვრის და შევიწროების გამო უდაბნოში გაიქცა. ოსიაში გახსოვთ, ხო, ღმერთი ამბობს, მე გავიწვევ უდაბნოში, რომ გულითადად ველაპარაკო. კომფორტში ზოგი პასუხს ელოდება. ჩამოდი. აი ამ მემისგან რა ქვია, ჰამაკიდან. მარხვა აიღე. მუხლებზე დავარდი და ღმერთთან გაატარე დრო, რომ დაგელაპარაკოს. რომ მოკალათები კარგად უკვე რომ გიბერავს კონდიციონერიც და მე ღმერთო მოდიეთ რაღაცა მითხარი რა. ესე ცხოვრობს ძალიან ბევრი. გავიწვევ და გულითადად დაველაპარაკები. უდაბნოში ღმერთმა თავისი ანგელოზი წარგზავნა აგართან. და უთხრა, რა შვებიო აქ? რა საოცარია ჩვენი ღმერთი ძვირფასებო. და რა უთხრა? მდევნისო და გამოვიქეციო. საოცარ რაღაცას ეუბნება ღმერთი. ფანტასტიკურს. ძალიან მიყვარს. რას ეუბნება? დაბრუნდი და დაემორჩილე. თუ შენ არ მიგითითეს კარებისგან და არ გაგაგდეს ეკლესიიდან. ეს ძალიან ბევრისგან მომისმენია. ღმერთმა მითხრა, რომ უნდა წავიდე ამ ეკლესიიდან. ღმერთი არავის არ ეუბნება წადი. კიდევ ერთხელ გეუბნები, თუ არ გაგაგდეს და გაგიშვეს. მოგისმენიათ ესეთი ხალხის, რომელიც ამბობს, ღმერთმა მითხრა, რომ უნდა გადახვიდე, წახვიდე სადღაც. ღმერთი არ ამბობს. ღმერთი რას ამბობს? წადი და დაემორჩილე. ამენ. და ნუ გეშინია უთხრა. ღმერთისგან ელაპარაკება ნატანჯ აგარს. არ არის ეს პრობლემა, თუ იტანჯები, ნუ გეშინია. თუ შენ რაღაცაში გადიხარ დღეს, ნუ გეშინია. ეს არ არის საბაბი იმისთვის, რომ რაღაცები მიატოვო და გაიქცე სადღაც. ღმერთი არ გეუბნება, რომ წადი, თუ შენ პრობლემა შეგექმნა იქ. ზოგჯერ ადამიანები ეცდებიან ამ პრობლემისთვის ილოცონ, მაგრამ არ იცვლება ეს პრობლემა. ამიტომ რომ ღმერთს შენი შეცვლა უნდა ამ პრობლემის მეშვეობით. ამენ. დაანებე პრობლემაზე და პრობლემის წინააღმდეგ ლოცვას თავი. ღმერთს უთხარი, მე შემცვალე ღმერთო. და როდესაც შენ შეიცვლები, პრობლემაც შეიცვლება. ჰალელუია! ვინ მომყვება მე? მოსწავლეები დარჩნენ აქ? შემდეგ რას ეუბნება? მოდით ერთი ილუსტრაცია ვნახოთ. ძალიან საინტერესო. ნახე, ავიწროვებენ პიროვნებას, მაგრამ ზემოდან ღმერთის თითი არ აძლევს საშუალებას მის მოსვლისას.
ნუ გეშინია, შეგავიწრო. შენ მოთმინებით და მადლიერებით უნდა აიტანო ეს ყველაფერი. რომ ისწავლო გამარჯვების გემო. ამენ? ნუ წარმოვიდგინოთ რომ ეს აგარია. მართლა გააგდეს, მართლა ცუდად მოეპყრნენ. ნუ შეიძლება ოფიციალურად არ გაუგდიათ, მაგრამ ტანჯავდნენ, ესე წერია სიტყვაში. ჰალელუია. და რას ეუბნება? მოხედაო ღმერთმა შენს ტაჯვას. ღმერთმა იცის შენი ტანჯვა. და ეს არ არის სასიკვდილო, ნუ გეშინია. წადი დაემორჩილე. და ძვირფასებო იცით, ისმაილი ნიშნავს ღმერთს ესმის. სახელი ისმაილი ნიშნავს ღმერთს ესმის. ამენ? ჩვენ ვემსახურებით ღმერთს, რომელსაც ესმის. და რას ეუბნება ამის შემდეგ აგარი ძვირფასებო? ელროი, ღმერთი, რომელიც მხედავს. მოდით ნახოთ დაბადების ეს ორი მუხლი მე-16 თავიდან. მე-11-ში უთხრა ანგელოზმა ორსულად ხარ ვარშობ და ისმაილს დაარქმევ სახელად, რადგან მოხედა უფალმა შენს ტანჯვას. ღმერთი ხედავს. იტანჯები თუ მგონია რომ იტანჯები. როგორ უნდა დავიტანჯო ეხლა ამ სიცხეში, ეკლესიაში უნდა წავიდე. როგორ უნდა დავიტანჯო ლოცვები. რა ლოცვის გარეშე არ შეიძლება რომ მაკურთხო ღმერთო. და ასე შემდეგ. და უწოდა ჰაგარმა უფალს, რომელიც მას ელაპარაკებოდა, ელროი, უფალი, რომელიც ხედავს და თქვა, აქ ვნახე ღმერთი, რომელიც ხედავს. ჩვენ ვემსახურებით ღმერთს, რომელიც ხედავს, რომელსაც ესმის. ამენ. ჩვენ არ გვაქვს საქმე ღმერთთან, რომელიც სადღაც კუთხეში მიყუდებული ან ჩამოკიდებული. და რეაქცია არ აქვს. მათი გამკეთებლები მათ დაემსგავსებიანო. ჰალელუია. რას ლაპარაკობს დღეს ჩვენი წემსი? რაც უფალმა თქვა? ჩვენ გვყავს ღმერთი, რომელიც ცოცხალია და მისი სიცოცხლის სული გვიდგას. ამენ? ღმერთის პირობა ძვირფასებო, რომ კარგად იყო, გინდა კარგად იყო. გინდა ყველაფერი კარგად გაგრძელდეს და დასრულდეს. იცით რა არის ღმერთის პირობა? დაემორჩილე ვინც არ მოგწონს. თქვი, მოდი ბანი მივცემ. გეყურებათ? ყური ვის აქვს ასმენად? ღმერთო, მე ველოდები რომ შენ მეტყოდი რა უბედური ხარ მაგის ხელში, მე შენ სხვა გარემოს შეგიქმნი, უფრო კარგ პიროვნებას და მას დაემორჩილე. არა, იქ წადი. იქ არის შენი გამოსავალი. ეს არის შენი კურთხევის ადგილი. ამენ. შენ არ გჭირდება არავის შეცვლა. შენი თავის შეცვლაზე უნდა დაიწყო მუშაობა. ამენ. დიდება ჩვენს ღმერთს. ჰალელუია. შენი თავის შეცვალე. რას მელაპარაკები? გადაშალე ბიბლია და წაიკითხე ეს თავი მთლიანად. გინდა კურთხევა, გინდა ღმერთი ხედავდეს, გინდა მისი კურთხევის ეპიცენტრში იყო, გინდა ღმერთს ესწოდეს შენი, იყავი სადაც ხარ და მაქსიმალურად დაემორჩილე. ამენ. რა მაგარია ჩვენი უფალი. ვის უყვარს ღმერთი? ვის უფრო შეუყვარდა ღმერთი? უფრო მაგრად ვის შეუყვარდა ღმერთი? ვინ არის ვისაც უყვარს უფალი? ჰალელუია. წადი. იმიტომ რომ ეს არის პირობა შენი, გინდა კურთხევა. იყავი მაქსიმალურად მორჩილი. არა მაშინ, როდესაც რაღაც გაწყობს, როცა ძალიან არ გაწყობს. ამენ.
აბა სადაც იმალები დაიწყე გამოძრომა იქიდან. ჰალელუია. როგორ მიყვარს უფალი. ამენ. წადი, ხო გინდა ყველაფერი კარგად იყოს. დაიწყე მორჩილება. როგორც ღმერთს ისე დაემორჩილე ადამიანს. ამენ. არ არის გამოსავალი, რომ წახვიდე სხვაგან. თუ შენ იგივე წახვალ, როგორიც ხარ, აეხლა, იქაც იგივე გაგიმეორდება. ამენ. ამიტომ ჯერ შეიცვალე და მე ვნახოთ, სად უნდა იყო. მაგრამ ისწავლე მორჩილება. უთხარი შენს გვერდით ვინც არის, რამოდენიმეს ისწავლე მორჩილება. მოდით ნახოთ ილუსტრაცია ძვირფასno შემდეგი. ყველამ რომ მიგატოვოს, გახსოვდეს რომ უფალი არასოდეს დაგტოვებს მარტო. ყველამ რომ მიგატოვოს. როდის არ დაგტოვებს უფალი? თუ შენ ემორჩილები, ის არასოდეს არ დაგტოვებს. თუ არ ემორჩილები, არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის სწორი და მართალი და მტყუანი და არასწორი. უფალი ვერ იქნება ისეთთან, ვინც ურჩია და ორგული. ამენ. ამენ. ჰალელუია. ღმერთს დიდება. მაგრამ თუ ხარ მორჩილი, უფალი არასოდეს არ მიგატოვებს. მაშინაც როცა გონია რომ დამთავრდა ყველაფერი, იწყება. იწყება. ჰალელუია. მოდი შემდეგი ვნახოთ. აი მის კვალში უნდა იდგე. ღმერთი გამოყვება ყველგან. შენ ვერ ხედავ მას, მაგრამ ის იქნება პაპანაკებაში, როგორც ღრუბელი და მოგიჩრდილავს. ამენ. მოგინათებს როგორც ცეცხლი და ლამპარი. მაგრამ თუ გინდა რომ მისი ხელი იყოს შენზე, შენ უნდა იყო მორჩილი. ესე შენი თავის მორჩილი კი არა. შენი ტრადიციის მორჩილი კი არა. შენი რაღაცების შეხედულებების მორჩილი კი არა. სიტუაციების მორჩილი კი არა. იმისი მორჩილი, ვინც შენი აზრით არასწორ რაღაცებს გეუბნება. ჰალელუია. რა მაგარია ჩვენი უფალი. ამენ. გიყვარს იესო. ჰალელუია. ის გეუბნება დღეს ამას შენ. ჰალელუია. მე ისეთ მდგომარეობაში ვარ. ღმერთმა დაინახა ტანჯვა და შევიწროვება. ამენ. იმის მეხუთედშიც არ ხარ. და კიდე დანარჩენების, რომლებიც სერიოზულ განსაცდელში გადიოდნენ. მაგრამ უფალს უნდა რომ ვისწავლოთ მორჩილება ძვირფასებო და არ გაუშვა ეს შანსი ხელიდან. ჰალელუია. მიენდე უფალს. შენი საზრუნავები მე მომეციო ამბობს ღმერთი. ყველა შენი საზრუნავი მას მიეცი. იმიტომ რომ ის ზრუნავს შენთვის. რას ნიშნავს ეს? შენი ზრუნვა ვერ აგვარებს. ამენ. იცი რას მოაგვარებს შენი ზრუნვა? ღმერთის საზრუნავების საზრუნავებით დაკავებას. შენი საზრუნავები ისეთია რომ შენ ვერ გადაჭრი. შენ შეგიძლია გადაჭრა ღმერთის საქმე. და როცა ამას გააკეთებ, ღმერთი შენს საზრუნავებს გადაჭრის. ამიტომ ამბობს, მიეცი მას შენი საზრუნავი. ამენ. ამდენი წელი რომ ვერ შეძელი, ეხლა მაინც მიეცი. დაიჭირე ესე და უთხარი უფალო, ჩემს საზრუნავებს გაძლევ შენ. მოდი დაიჭირე და გაუქმნიე მას. ჩემს საზრუნავებს გაძლევ. იმიტომ ის ამბობს, მიეცი მას. ამენ. მიეცი მას შენი საზრუნავები. ქება უფალს. კარგით, ნელ-ნელა წავიდეთ დასასრულისკენ ძვირფასებო. გახდი ანგარიშვალდებული. ამენ. გახდი ანგარიშვალდებული. თქვი ანგარიშვალდებულება. ჰალელუია, თქვი ანგარიშვალდებულება. გახდი ანგარიშვალდებული. ამენ. რა არის ანგარიშვალდებულება? ანგარიშვალდებულება მოგეხმარება რომ დაემორჩილო. რატომ არ ხარ ანგარიშვალდებული? შემთხვევით ჯიუტი ხო არ ხარ?
მოდით ნახოთ საოცარი ადგილი ძვირფასებო ებრაელების 4:13-დან. და არ არის ქმნილება მისგან დაფარული. სად უნდა და სად წავიდე, ყველგან შენ ხარ უფალო. ამენ. ზემოთ ავიდე შენ ხარ, ქვემოთ ჩავიდე შენ ხარ, იქით წავიდე შენ ხარ, აქეთ შენ ხარ. სად უნდა დავიმალო? ყველგან შენ ხარ. ყოველივე გაშიშვლებული და გახსნილია მისი თვალებისთვის, ვის წინაშეც ვართ ანგარიშვალდებული. ვის წინაშე ხარ, ჩემო კარგო, ანგარიშვალდებული. და ვის წინაშე უნდა იყო ანგარიშვალდებული? ღმერთო, შენ წინაშე ვიქნები ანგარიშვალდებული, მაგრამ ის თუ არ მომწონს, როგორ ვიყო ანგარიშვალდებული? დაიმორჩილო უნდა, არა მხოლოდ ანგარიშვალდებული. ამენ. და თუ არ მოხცემს უფლებას, რაღაცის გაკეთების, არ უნდა გააკეთო. აი რა არის მორჩილება? იცოდე, მივდივარ და ახლა არ მითხრა ზედმეტი რაღაცები, მე მივდივარ. ეს არის მორჩილება და არც ანგარიშვალდებულება. ეს არის ნიღბის ქვეშ დარჩენა საცოდაობაში და საშინელებაში. ამიტომ დრო არის ესეთებმა ჩამოიბღავო, ჩამოითხრიშო, ჩამოიხიო ნიღაბი. რომ უფალი ხედავდეს, არ მოაშოროს მზედა შენზე და ესმოდეს, არ მოგაშოროს თავისი ყური, რომ იმოქმედოს შენ სასიკეთოდ. ღმერთისთვის ვიფასებო მნიშვნელოვანია ის ურთიერთობები. ამენ. მოდით ნახოთ მარტინ ლუთერი. რატო ის არ არის, რატო არ არის? ძალიან ჭკვიანურ რაღაცას გვაძლევს, რჩევას. ბევრი ადამიანი მყავდა, ვცდილობდი ყველას დაჭერას საკუთარი ხელით, მაგრამ შევძელი შემენარჩუნებინა ისინი, ვინც ღმერთის ხელში გადავეცი. დაანებე დაჭერა ხალხის, თავი ხალხის დაჭერას. ღმერთს მიეცი. პრობლემატურია ვინმე არ დადის, პასიურობს, ზარმაცობს, ჯიუტობს, ურჩობს, ორგულობს, თამაშობს ქრისტიანობანას. გაუშვი ხელი. გაუშვი ხელი და ღმერთს გადაეცი, უთხარი ღმერთო, ვერ შევძელი და შენ მიხედე. გამოუტყდე უნდა ხშირად ღმერთს და უთხრა, ღმერთო, აღარ შემიძლია. ვეღარ შევძელი. გინდა მოგეხმაროს უფალი, მაგრამ პირველი რა უნდა თქვა? ღმერთო, მომეხმარე, არ შემიძლია ვიყო მორჩილი. მომეხმარე ღმერთო, ვიყო ანგარიშვალდებული. ამენ. მომეხმარე უფალო. გავაკრა ჯვარს ეს სასიკვდილე ხორცი ნებებთან და გულისწყებთან ერთად. ამენ. რომელიც მღუბავს. ამიტომ არავინ არ არის ისე შენი მტერი, როგორც შენივე ხორცი. ხება უფალს. მალაქია 3:16. როცა ლაპარაკობენ ერთმანეთში უფლის მოშიშნი, ესე ეკლესიაში უფლის მოშიშია კაცი. როგორი მოშიშია? დედა იღიმის როგორც უფლის მოშიში. არა ირონიულად. როგორც მორჩილი. მაშინ ყურს უგდებს მათ უფალი ესმის და იწერება სამახსოვრო წიგნში მის წინაშე უფლის მოშიშთათვის და მისი სახელის მოწიწებით მომხსენიებელთათვის. როცა ლაპარაკობ, ყურს უგდებს უფალი. ამიტომ არის უმნიშვნელოვანესი ვისთან რას ამბობ. ამენ. ვისი გესმის და ჩვენ კარგად გვაქვს მოცემული ამ ბოლო ხშირად გადახედეთ ამ ჩვენი წამსის კონსტიტუციას ვიფასებო. მოეხმარე ადამიანს, რომელიც გზასაცდენელია, რომ აღარ გაიბეროს პრობლემები აი ამ არასწორ ლაპარაკებზე. ამენ. უფალი ყურს უგდებს. ჰალელუია. ესმის უფალს. ესმის ვიფასებო. ესმის უფალს. ნახეთ, ეს ილუსტრაცია. ესე ჩავაბარებთ ანგარიშს, როდესაც მივვალთ უფალს. ყველა ფირი აღდგება, რაც შენ გააკეთე, რაც იფიქრე, რაც თქვი.
ამიტომ მიაქცია ყურადღება. ეზრა ნეემია ხშირად ლაპარაკობს ვიფასებო იმაზე, რომ ღმერთის კეთილი ხელიო იყო ჩემზე. გინდა ღმერთის ხელი იყო შენზე. აქვს ესე იგი ღმერთს ხელი. ღმერთს არ აქვს პროტეზი. ამენ. და ხელი აქვს ყოვლის შემძლე. ერთი საოცარი ადგილი, რითაც მინდა დავამთავრო დღეს. 1 პეტრე 3:12. რადგან უფლის თვალები მიპყრობილია მართალთა მიმართ, ყურები მათი ვედრების მიმართ, ხოლო მისი სახე ბოროტ მოქმედთა წინააღმდეგაა. სწორ ლოცვებს არ მოაშორებს ყურებს უფალი. თუ შენ სწორად ლოცულობ, სწორი მოტივით, სიყვარულით. ამენ. თუ სწორად იქცევი, არ დაგანებებს თავს უფალი. ჩემი საკალელი. ამიტომ სწორად დადიხარ, სწორად ფიქრობ, სწორად მიყვები, სწორად ემორჩილები, თუნდაც არასწორ კაცს, ადამიანს. ჰალელუია. რა მაგარია ჩვენი უფალი. ამენ. ღმერთს მადლობა. რომ დღემდე მოგვიყვანა. ამენ. რა მნიშვნელობა აქვს? ვის უნდა ემორჩილებოდე? მთელი გულით ამით ხო ღმერთს ემორჩილები. ამენ. ამიტომ ნახე, მისი სახე იმათ წინააღმდეგა, ვინც ბოროტად იქცევა. რა არის ბოროტად მოქცევა? ურჩობა, ორგულობა. ამენ. ხანდახან რომ უნდა ამოიწვერო შენ ცხოვრებაში. ამიტომ მე მოგიწოდებ თქვენ იესოს სახელით. ჩვენი ცოცხალი ღმერთის. რომ იყოთ არა მხოლოდ მომსმენი ამ სიტყვის, არამედ შემსრულებელი. მოდი დახარე შენი თავი და თქვი უფალო, მე გთხოვ რომ მაპატიო და მასწავლო მორჩილება. მადლობა რომ შენ ხედავ იმასაც კი, რისი წარმოდგენაც არ შემიძლია და გესმის ვიდრე დამთავრებულია ფიქრები ჩემში. მომიტევე და მაკურთხე უფალო. და ასევე უთხარი უფალს, მერთო მაპატიე ყოველგვარი არასწორი. მე ვაღიარებ შენს წინაშე თავს ცოდვილად და გთხოვ მომიტევო. წამს და მჯერავს, რომ შენ ჩემთვის მოკვდი ჯვარზე და აღზრდე მკვდრეთით მე ვაღიარებ, რომ შენ ცოცხალი ხარ და მალე მობრუნდები. გახდი ჩემი უფალი და მხსნელი. მომეხმარე შენი წმინდა სულით, იესოს სახელით. ამენ. მოდი ქება და დიდება მიუძღვა